სწორედაც რომ ყველა მშობელს გვაინტერესებს, რამდენად სწორად მიმდინარეობს ჩვენი შვილების ზრდის და განვითარების პროცესი, ჩნდება თუ არა ნორმებში ბავშვის სიმაღლე და წონა, რადგანაც არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლებიც დადგენილია პედიატრების მიერ, ამიტომ გირჩევთ რომ ახლა ყურადღებით მოგვისმინოთ, რადგანაც სტუმარი სწორედ მოგვაწოდებს ამ პარამეტრების შესახებ ინფორმაციას და ჩვენ შევძლებთ რომ მეტნაკლებად გავაკონტროლოთ, თუ კი არ დავდივართ პერიოდულად პედიატრთან იმისათვის რომ ეს მან თავად საკუთარ კაბინეტში განახორციელოს, ახლა ჩვენი სტუმრის საშუალებით თქვენ შეძლებთ რომ გადაამოწმოთ პედიატრი მაია ხერხეულიძე სტუმრობს დილა მშვიდობის დოქტორ მაია. ასეა თუ ისე ვინც რეგულარულად სტუმრობს პედიატრს იმისთვის რომ ეს აკონტროლოს, მას აქვს წდომა ასეთ ინფორმაციასო, თუმცა ყველა მშობელს არ აქვს ხო ამის ან საშუალება, ან უბრალოდ მისი პედიატრი შეიძლება არ ამოწმებს ასეთი პრინციპით ბავშვის განვითარებას. რაზე ვსაუბრობთ? რა ტიპის პარამეტრები არსებობს? ნებისმიერ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, როდესაც პაციენტი მოდის ექიმთან და ჯანმრთელი ბავშვი როდესაც მოდის ექიმთან, ეს არის სწორედ მისი განვითარების შეფასება და ამ თვალსაზრისით ადრეულ ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როდესაც ხდება გარკვეული ქცევითი ნორმების ჩამოყალიბებაც და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ ვიქცევით. ყველა მოვდივარ ჩვენი ბავშვობიდან და ხშირ შემთხვევაში არა მარტო ვთქვათ განვითარებაზე, არამედ პიროვნულ თვისებებზეც ძალიან დიდი გავლენა აქვს იმას, თუ როგორი გქონდა ის პირველი 5 წელი, დღეს ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ერთის მხრივ შევაფასოთ და მეორეს მხრივ მშობლებს ვუთხრათ როგორ უნდა მართონ ეს პერიოდი. ხა რატომ? იმიტომ რომ აი ელემენტარულად გავიხსენებ გარკვეული წლების წინ მართალია 10 წელია თუ 15 წელი ჩატარდა საქართველოში კვლევა ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. როდესაც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ იყო ეს კვლევა ორგანიზებული, როდესაც მკვლევარები სახლში მიდიოდნენ 6 წლამდე ასაკის ბავშვის მშობლებთან და აღმოაჩინეს იქ რომ ცხოვრობდნენ რომ ბავშვის წიგნი გვაჩვენეს ახატავირვეული დაახლოებით 40%-მდე ჩვენმა მოსახლეობამ უთხრა რომ რა თუნდა წიგნი ან რა თუნდა რვეული, ამას ყველაფერს უყიდი, როდესაც სკოლაში წავა. და აი ეს ნიშნავს, რომ ის კი არ არის პრობლემა, რომ თქვათ რაღაცა შესაძლებლობა, რაღაც არა, პრობლემა არის, რომ არ ვიცით, რამდენად ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ჩვენ თავიდანვე არ დავიწყეთ რაღაცეებთან შეჩვევა, წიგნი თუ არ დაინახა და არ დავიწყეთ 6 თვიდან, როდესაც კალთაში შეიძლება ჩავისვათ და უკვე აქედან არ დავიწყეთ აქტიურად, მე იმ ბავშვს წიგნი არ ეყვარება. ამიტომ ამ პერიოდს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ეს არის ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით, როგორ იმატებს წონა, ვთქვათ, როგორ იმატებს სიგრძეში, როგორი მოტორული უნარებია და მოტორული უნარები ხელი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვყოფთ ხოლმე მსხვილი და ნატიფი, ანუ მსხვილი მოძრაობა, ვთქვათ, სიარული, სირბილი და ასე შემდეგ და ხელის ნატიფი მოტორიკა, როგორც არის განვითარებული, ტვინზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ აი ამას ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმისთვის, რომ ბევრი პირობა უნდა შევქმნათ, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობდეს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თქვათ, კვება მივაწოდოთ სწორი, იმიტომ რომ კვება თავისი ვიტამინებით და მინერალებით არა მარტო ჩვენი ვთქვათ ენერგიის წყაროა, პასუხსაგებს ბევრ რაღაცას და მათ შორის ტვინის განვითარებას, ეს იმიტომ რომ არის მაგალითად რკინის დეფიციტი ყურადღების კონცენტრაციის დარღვევას იწვევს და პრობლემა შეიძლება შექმნას და მეხსიერებაზე შეიძლება იმოქმედოს, სწავლაზე შეიძლება იმოქმედოს ამ თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, გარემო, რომელსაც ვქმნით, იმიტომ რომ აი ეს მზრუნველი გარემო, სიყვარული ცავსე ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ვთქვათ, თამაში, როგორც სწავლის ძირითადი გზა ადრეულ ასაკში და ჩვენი დამოკიდებულება ყოველთვის რო კარგი მაგალითი ვაჩვენოთ, იმიტომ რომ ეს ბევრი რაღაცა არის განსაზღვრელი. თუმცა თუ ჩვენ ახლა წონაზე და სიგრძეზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული ჩარჩო, ხო? როგორ უნდა მოიმატოს, რამდენი უნდა მოიმატოს, მაგალითისთვის რო ავიღოთ, თქვა პირველი წლის განმავლობაში დაახლოებით 25 სანტიმეტრი არის წლიური ნამატი სიგრძეში დაახლოებით. ეს პირველ წელიწადს თუ ზოგადად? არა, აი პირველ წელს. შემდეგი მეორე მესამე წელს ნახევრდები
ხდება და სადღაც 3 წლის მერე არის დაახლოებით ჩვენი ცერის ხელა, ხშირად ამას ცერის კანონს ეძახიან, რომ წელიწადში სანამ მოხდება პუბერტატის ასაკი, ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდი, როდესაც ნახტომი ხდება, ძალიან სწრაფი მატება სიგრძისაც, წონისაც, მანამდე ვთქვათ სიგრძეში ეს ჩვენი ცერის სიმაღლე 5-დან 7 სანტიმეტრამდე თუ მოიმატა, წელიწადში ეს არის გადასარევი. აი, ცოტა ნაკლები და ცოტა მეტი რამდენად საყურადღებოა. ცოტა ნაკლები და ცოტა მეტი საყურადღებო ზღვარი რა არის? აი, ნახეთ როგორ არის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ნორმაზე, ნორმა არ არის ერთი ციფრი, ხო? შეუძლებელია, რომ რაღაცა ერთი ციფრი იყოს და ამიტომ ზღვარი არის ძალიან დიდი, საკმაოდ დიდია და ამიტომ როდესაც ჩვენ ზღვარზე ვსაუბრობთ, აწონვის, გაზომვის 3 წლამდე თავის გარშემოწერილობის აუცილებლად გაზომვის შემდეგ სპეციალური მრუდები გვაქვს, რომელზეც ხდება აგება, ვთქვათ, ბავშვის ინდივიდუალური მონაცემების. ახლა რატო არის ეს მნიშვნელოვანი ეს მრუდი? ერთის მხრივ, იმიტომ რომ ჩარჩოს მაძლევს ნორმის, ხო? აქედან აქამდე ნორმაა და თუ ნორმიდან ან ქვემოთ ჩამოვიდა, ან ზემოთ არის უფრო მეტად უნდა ვიფიქრო რა პრობლემა შეიძლება იყოს და გარკვეულწილად უნდა დავიწყო ამისი კონტროლი, ხო? აი მაგალითად თუ ვნახე რომ წონა ჭარბია, 2 წლამდე ეს არ ითვლება დიდ პრობლემად, 2 წლის მერე უკვე ითვლება რომ უნდა რა არის? აი ჭარბი რა არის? არის ნორმა. ისევ აი ახლა მრუდს ხედავთ მე მგონი ეკრანზე და ამ მრუდზე ძალიან კარგად მოცემული არის ქვედა ზღვარი, ქვედა ხაზის სახით და ზედა ზღვარი, წონის და სიგრძის. მრუდზე ერთად არის წარმოდგენილი წონა და სიმაღლე და ამ მიმართულებით ვთქვათ თუ ჩვენ ავიღებთ 1 წლის ბავშვს 8 კილოდან 12 კილომდე შეიძლება იყოს ნორმა. ანუ ზღვარი არ არის ხშირად არის ხოლმე რომ ვაიმე მაინც და მაინც 9 კილო უნდა იყოს. არ არის ესე, ზღვარი საკმაოდ დიდია, მაგრამ გარდა იმისა რომ ეს მრუდი ჩვენ გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი შვილი შევადაროთ ამასაკობრივ ნორმას, გარდა ამისა საშუალებას გვაძლევს რომ თვითონ მის ზრდას მივადევნოთ თვალი და თქვათ წინა ვიზიტთან შედარებით ახალ ვიზიტზე რამდენად გაიზარდა, რამდენად სწორად მოიმატა წონაში და ის მოიმატა, რაც აი ამ პერიოდის განმავლობაში უნდა მოემატებინა, ამის საშუალებასაც გვაძლევს. ანუ თავის თვითონ როგორ მიმდინარეობს მისი განვითარება და ეს მაძლევს საშუალებას გაცილებით ადრე დავადგინო პრობლემა, ვიდრე იქამდე მივა საქმე, რომ ნორმიდან გამოვიდეს მაჩვენებელი და ნორმაზე დაბალი იყოს ან ნორმაზე მაღალი იყოს. პედიატრთან ვიზიტი რა სიხშირით არის ზოგადად რეკომენდირებული? როდის მივაკითხოთ პედიატრს? აი, ძალიან დამოკიდებული არის ასაკზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი დაყოფა ვიზიტი ჯამრთელი ბავშვის, როდესაც მას არაფერი არ ჭირს და უბრალოდ მივდივართ სწორედ იმიტომ, რომ შევაფასოთ ეგრეთ წოდებული გეგმიური ვიზიტი და შემდეგ არის ვიზიტი უკვე რიგ გარეშე, როდესაც რაღაც პრობლემა განვითარდა, ხო? აი, გეგმიური ვიზიტი ითვლება, რომ ყველაზე მეტი გვჭირდება პირველი წლის განმავლობაში. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე სწრაფი ზრდის პერიოდია, ყველაზე სწრაფად იცვლება რაღაცეები და მათ შორის კვებაც და ასე შემდეგ და ამიტომ თქვათ ამ პერიოდში იგულისხმება, რომ თვეში ერთხელ ან 2 თვეში ერთხელ მაინც მნიშვნელოვანია რომ ნახოთ და ნახოთ როგორ იზრდება, ნახოთ როგორ ვითარდება. შესაბამისად ვუთხრათ თქვათ დედას ის რეკომენდაციები რომელიც მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ ითვლება რომ 3 თვეში ერთხელაც ვიზიტი თქვათ 5 წლამდე არის აბსოლუტურად კარგი, ლოგიკური და 5 წლის მერე ითვლება რომ თქვათ წელიწადში ერთი ვიზიტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აბსოლუტურად ადეკვატურია. თუ რაღაცა ჩივილი რა თქმა უნდა დედას არ აქვს. დავუბრუნდეთ ისევ ამ მრუდს, ხა ბატონო მაია და რატომ გეტყვით? აი დავუშვათ თუ არის ამ გრაფიკზე უფრო ზემოთ, დავუშვათ წონა, ვიცით რომ ეს რაღაცა კვების მოსაწესრიგებლად გამოგვადგება, მაგრამ თუ არის ქვემოთ, ამ შემთხვევაში რაზე შეიძლება ეჭვი მიიტანოს, დავუშვათ საკვების შეწოვის დეფიციტი? რამოდენიმე მრუდით ვარგებლობთ, ახლა ეს არის ყველაზე ხშირად გამოსაყენებელი მრუდი 5 წლამდე ასაკში. აქ არის 2 მრუდი, მოდით მეც მოვალ. აი აქამდე ეს არის ნორმის კი ბატონო, ეს არის წონის მრუდი, ქვემოთ არის მოყვანილი ასაკი,
აქეთ არის წონა და ზემოთ არის სიმაღლის მრუდი, ისევ ასაკის და წონის მიხედვით. ნორმა არის აი ეს ფარგლები, ეს არის როგორც წესი 3-დან 97 ცენტილამდე, სხვადასხვა მრუდი გვაქვს, არა აქვს მნიშვნელობა, ან -2, 2. აი ყველაფერი რაც არის ამათ შორის არის ნორმა, მაგრამ ამის გარდა უნდა იყოს ამისი პარალელური ბავშვის მონაცემები. ანუ ბავშვის მრუდს როდესაც ვხატავ, ამის პარალელური უნდა იყოს. ძალიან მარტივად მშობლებიც აკეთებენ ხოლმე ამას. ონლაინ არსებობს ეს მრუდი, რომელიც შეიძლება რომ ამოიბეჭდოს, არსებობს პროგრამები ტელეფონზე, რომელიც შეიძლება ჩამოვტვირთოთ, სადაც უბრალოდ შეყავს აპლიკაციები. ძალიან მარტივად, სადაც ჩვენ არაფერს არ ვაგებთ, ჩვენ შეყავს ბავშვის მონაცემი, მაგალითად წონა, რაც ყველა უფრო ადვილი არის, რომ სახლში თქვა თუ ნახოთ და თვითონ მრუდი არის აგებული, აპლიკაცია გვიგებს მრუდს და გვეუბნება, ეს არის ნორმა თუ არის საყურადღებო და თქვა მივაკითხოთ ასეთ შემთხვევაში ექიმს. ანუ ამის ზემოთ ჭარბი წონაა, რა თქმა უნდა, პრობლემა არის და ამ დროს აუცილებელი არის, რომ თქვათ, ერთის მხრივ შეუწყოთ ხელი და კვება დავარეგულიროთ, მეორეს მხრივ აუცილებლად, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი პრობლემა ახლა არის ჰიპოდინამია, განსაკუთრებით თქვათ სკოლის ასაკში, ეკრანის ძალიან დიდი დრო, ამიტომ აი ეს ცხოვრების სტილიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს. ახლა რაც შეეხება თუ არის ქვემოთ, აქაც რამოდენიმე მიზეზია და ერთი შეიძლება იყოს პრობლემა კვებასთან დაკავშირებული, როდესაც თქვათ არ იღებს საკმარისი რაოდენობით საკვებს და მე მქონია არ დამოვიწყდება არასოდეს შემთხვევა, როცა ძალიან ბედნიერი იყო დედა, მოიყვანა ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვი, რომელიც სულ 3-ჯერ თუ 4-ჯერ ჭამდა დღის განმავლობაში და ამიტომ რა თქმა უნდა წონის დეფიციტი იყო მკვეთრი. ამიტომ შეიძლება კვებასთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება. ისევე როგორც თქვა ჭარბი წონაც შეიძლება ორივე საყურადღებოა, ორივე დროს ჩვენ გვჭირდება რომ პირველ რიგში გამოვრიცხოთ რომ ეს არ არის ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ მთელი რიგი დაავადებები, მაგალითად ენდოკრინულმა დაავადებებმა შეიძლება მოგვწეს ჩვენ სიმსუქნე, ხო? და ეს არ იყოს თქვა იმისი ბრალი რომ რაღაცა სწორად არ იკვებება ბავშვი. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა გარკვეულ კვლევებს თუ ნორმიდან გადახრა გვაქვს, ჩვენ გარკვეულ კვლევებს ვატარებთ, რომ პირველ რიგში გამოვრიცხოთ პათოლოგიური მდგომარეობები და შემდეგ რა თქმა უნდა თუ ეს არის დაკავშირებული კვებასთან, ცხოვრების არასწორ სტილთან, რა თქმა უნდა ეს უნდა გამოვასწოროთ. არსებობს კიდევ ერთი მრუდი, ეს არის სხეულის მასის ინდექსი. ძალიან ხშირად მოზრდილები იყენებენ ხოლმე, თქვენ მოგეხსენებათ BMI, ეგრეთ წოდებული, ქართულად რაღაცა SMI-ს ეძახიან, სხეულის მასის ინდექსი. კიდევ ერთი შემდეგი აი BMI. კი, აი ეს არის BMI-ის მრუდი, სხეულის მასის ინდექსი. ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში თუ ჩვენ მანამდე ვნახულობდით ასაკს როგორ შეესაბამება, ვთქვათ, წონა, აქ არის საზღვრული ერთის მხრივ ასაკს როგორ შეესაბამება და მეორეს მხრივ ჩვენ სიმაღლეს როგორ შეესაბამება. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც მაღალია, მას შეიძლება კონდეს გაცილებით ვთქვათ მაღალი პარამეტრები, მაგრამ ეს იყოს აბსოლუტურად ნორმა, ვიდრე ვთქვათ, როდესაც სიმაღლე ამას არ უწყობს ხელს, ხო? იმიტომ ხო დედის და მამის მონაცემები. ამიტომ არის კი ბატონო, კი ბატონო. მშობლების სიმაღლის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ასევე რომ გამოვითვალოთ სავარაუდო სიმაღლე როგორი იქნება ბავშვის ვთქვათ მომავალში, იქ თუ დასრულში დაახლოებით, იქ ეს არ ნიშნავს რომ ყოველთვის ემთხვევა და ყოველთვის ამართლებს, არა, მაგრამ ეს არის რაღაც მიახლოებითი გამოთვლა. უბრალოდ აი სხეულის მასის ინდექსი ხშირად არის ხოლმე მოზრდილებმა იციან რომ ერთი მაჩვენებელი აქვს, აი ვთქვათ მარტივად გამოიანგარიშება სხეულის წონა იყოფა სიმაღლის კვადრატზე, სიმაღლე მეტრში არის აღებული, წონა კილოგრამებში და თუ არის ვთქვათ 19.8-ზე ნაკლები, წონის დეფიციტია და თუ არის 25-ზე მეტი, ვთქვათ ნიშნავს რომ ჩვენს სიმაღლესთან შედარებით ჭარბი გვაქვს წონა და თუ 30-ზე მეტია სიმსუქნეა. ხშირად ხოლმე ცდილობენ რომ ასევე გამოიყენონ ეს მაჩვენებელი ბავშვებთან. არ არის სწორი, იმიტომ რომ ბავშვთან არ შეგვიძლია ერთი მაჩვენებლის გამოყენება, ხა მოზრდილები ჩვენ სიმაღლეში აღარ ვიზრდებით და ამიტომ ჩვენთან ერთი მაჩვენებელი გამოდგება, ვთქვათ ამის შესაძლებლად. ბავშვები ხან სიმაღლეში მეტად იზრდებიან, ხან წონაში, ამიტომ მათ ასევე მრუდი აქვთ ამ შემთხვევაში და როგორც წესი ამ მრუდს ხოლმე ჩვენ ვიყენებთ ძირითადად სკოლის ასაკის ბავშვებში, ან იმ შემთხვევაში თუ
რაღაცა არ მოგვეწონა, თქვა პირველად მრუდებზე, აი წონა ასაკს ჩამორჩება და უნდა ვნახო რა ხდება სიმაღლესთან მიმართებაში. ამიტომ ამ მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ექიმთან მივიდეთ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ფიზიკურ განვითარებაზე, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მაგალითად სიმსუქნე მთელი რიგი დაავადებების რისკს ზრდის, ისევე როგორც წონის დეფიციტი მთელი რიგი დაავადებების რისკს ზრდის, არა მხოლოდ თქვა და ფსიქოლოგიური ასპექტითაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს შეიძლება გახდეს გარკვეული სტიგმის, ბულინგის რაღაც საგანიც და ამან უამრავ რაღაცაზე იმოქმედოს. თვითშეფასებაზე იმოქმედოს, დასწავლის უნარზე იმოქმედოს, ამიტომ აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ და ექიმთან რა თქმა უნდა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რომ ვიზიტი ჯანმრთელი ბავშვის ვიზიტი განვახორციელოთ, კი ბატონო. და კიდევ თქვენ ახსენეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოტორიკის განვითარების და შეფასების, ესე ვთქვათ, თვალყურის დევნება. აი ეს ალბათ იმავე სიხშირით არის მოწოდებული, თუმცა რა არის მაინც გადამწყვეტი დასაკებით რომ გავყავთ? კი ბატონო, როგორც წესი ამ ვიზიტების დროს ფიზიკურ განვითარებასთან ერთად ჩვენ ვაფასებთ განვითარებას და ეს განვითარება არის ძირითადი უნარები, ხო? აი რომელ ასაკში რაღაცა უნარს რა შეუძლია პატარას, ხო? თქვათ პირველი რაც არის, ეს არის 2 თვის ასაკი. პირველი გარდამტეხი ესე რომ თქვა, როდესაც შეუძლია მუცელზე დაწვენილს ცოტა ხნით ასწიოს თავი, დააფიქსიროს თქვა საგანი და საგანს თვალი გააყოლოს. ეს არის ასაკი, როდესაც მოდის პირველი ღიმილი, ვეძახით ხოლმე, მანამდეც იღიმება, რა თქმა უნდა, თავისთვის, როგორც ეს არის სოციალური ღიმილი, ანუ მიზანმიმართული, უკვე ვიღაცასთან, ვიღაცის თამაშის საპასუხოდ, როდესაც იღიმება, ხო? შემდეგ 4 თვეზე, როდესაც იწყებს 3 თვეზე ხდება ხელის განთავისუფლება, მანამდე იცით რომ ხელი არის მუშტად შეკრული, 3 თვეზე განთავისუფლდა, მიხვდა რომ არის მისი სხეულის ნაწილი, დაიწყო დათვალიერება, სადღაც 5 თვიდან შეუძლია უკვე რომ საგანს მოეჭიდოს მთელი ხელით, ნუ ბევრ მოძრაობას აკეთებს ამისთვის, პირსაღებს, ფეხებსაც ამოძრავებს, რომ როგორღაც მიწვდეს თქვა საგანს. შემდეგ ეს მოძრაობები თანდათან იხვეწება, მოყვება ამას გადმობრუნება 6 თვეზე მოდის ჯდომა, თქვათ ხელიდან ხელში არა 6 თვეზე როგორც წესი 6-დან 8 თვემდე ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვები იწყებენ ჯდომას. 9 თვის თუ არის და თუ არ ზის, მაგალითად, ჩემთვის ეს არის უკვე გარკვეული პრობლემის ნიშანი, რაც მაძლევს საშუალებას, რომ ძალიან დაწვრილებით გამოვიკვლიო მოტორიკა, რომ რაღაცა პრობლემა არ გამოგვეპაროს და თუ ვთქვათ პრობლემაა ფიზიკური თერაპია, ვთქვათ, ოკუპაციური თერაპია, რაც ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად ჩავთოთ, ხო? ხშირი პრობლემა არის ხოლმე მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები. აი აქ მინდა უბრალოდ მშობლებს უთხრა, რომ პირველი სიტყვა 1 წელზე 1 წლიდან სადღაც 16 თვემდე უნდა წამოვიდეს, 1 სიტყვა მაინც, 16 თვეზე 5-10 სიტყვა, 2 წელზე 50 სიტყვა. და თუ ეს არ გვაქვს, აუცილებლად მივმართოთ ექიმს, იმიტომ რომ აქაც სწორად და დროულად მართოთ ეს პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მარია ხერხოვლიძეს, პედიატრს, რომელიც გვაძლევდა ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს ბავშვის ზრდის განვითარების შესახებ, ამიტომ პედიატრი თქვენ ცხოვრებაში არის შეუცვლელი ადამიანი. მადლობთ. დიდი მადლობა ქალბატონ მარია.